მილიონერმა იპოვა გონება დაკარგული ღარიბი გოგონა თავის პარკში. მან გადაწყვიტა მისი სასახლეში წაყვანა საცხოვრებლად. თუმცა ერთ დღეს მან გადაწყვიტა უფრო ადრე დაბრუნებულიყო სახლში, რათა გოგოსთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. მილიონერი სრულიად შოკში ჩავარდა, როცა ნახა, რა გაუკეთა გოგომ მის პარალიზებულ მეუღლეს. ზურაბ ბერიძე თბილისის გარეუბანში მდებარე თავის დიდებულ სახლს დაუბრუნდა, როდესაც მიხვდა, რომ რაღაც იყო განსხვავებული. ბაღი, რომელიც ჩვეულებრივ მზაკრული სიჩუმით იყო გარემოცული, ახლა რაღაც უცნაურ ხმას გამოსცემდა. ზურაბმა მანქანის საჭე შემოაბრუნა და თავისი გრძელი შემოსასვლელის გასწვრივ განაგრძო მოძრაობა. მას დიდი სიმდიდრე ჰქონდა, ქონება, რომელიც მის წინაპრებს არასოდეს ენახათ. მის ოჯახს, რომელიც ოდესღაც კახეთის მთებში უბრალო ფერმაზე ცხოვრობდა, ახლა ეკუთვნოდა ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესი საქართველოში, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელი, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავდა. მანქანა გააჩერა და თვალი მოჰკრა რაღაცას, ან უფრო სწორად ვიღაცას, ტირიფის ხის ქვეშ, რომელიც მისი ბაღის ცენტრში იდგა. მძინარე გოგონა, არაუმეტეს 12 წლის, ძველი, გაცვეთილი ტანსაცმლით, ძლივს ჩანდა ჩრდილში. ზურაბი ფრთხილად მიუახლოვდა. ის ვარაუდობდა, რომ გოგონა უნებართვოდ შემოვიდა მის ტერიტორიაზე, მაგრამ მისი სახე, გახუნებული და გამხდარი, გულს უკუმშავდა. მის ფეხებთან პატარა ჩანთაიდოს სავარაუდოდ მისი ერთადერთი ქონება. გოგონა მან რბილად დაუძახა. გამარჯობა, მაგრამ პასუხი არ იყო. ცხადი იყო, რომ ის მძიმე ძილში იყო. ზურაბმა ხელი ფრთხილად დაადო მის შუბლზე და იგრძნო, რომ გოგონა ცხელების განწვოდა. ადამიანის დახმარების ინსტინქტმა დაიუფლა. დაუყოვნებლივ გამოიძახა მისი პირადი ექიმი. მანამდე ზურაბმა მოახერხა გოგონას სახლში შეყვანა და იგი სტუმრების ოთახში დააწვინა. მზარეულს თხოვა, რომ ცხელი წვნიანი მოემზადებინა და წყალი მოეტანა. ბატონო, ვინ არის ეს ბავშვი? ეკითხებოდა მსახური, ეჩვიანად ათვალიერებდა პატარა ფიგურას. არ ვიცი, ნინო, მაგრამ ის ავადაა და დახმარება სჭირდება. დარეკე ექიმთა მასთან სთხოვე დაუყოვნებლივ მოვიდეს. 1 საათის შემდეგ ექიმი თამაზ გიორგაძე უკვე ამოწმებდა გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ გათიშული იყო. მას დეჰიდრატაცია აქვს და დაღლილია, ბატონო ზურაბ, თქვა თამაზმა. ასევე არის არასათანადო კვების ნიშნებიც. საკვები და სითხეები დაეხმარება, მაგრამ მას დასვენება და კარგი მოვლა სჭირდება. ექიმმა ანტიბიოტიკები და ვიტამინები დაუნიშნა და ზურაბმა დააიმედა, რომ ყველა მითითება სუსტად შეასრულებდა. როდესაც ექიმი წავიდა, ზურაბი გოგონას საწოლთან ჩამოჯდა, მისი ფერმკრთალი, გაწამებული სახე ათვალიერა. ვინ იყო ეს ბავშვი? როგორ აღმოჩნდა მის ბაღში? სად იყვნენ მისი მშობლები? რამდენიმე საათის შემდეგ გოგონამ თვალები გაახილა და შეშინებულმა ირგვლივ მიმოიხედა. ყველაფერი კარგადაა, თქვა ზურაბმა რბილად, მის საწოლთან ჯდომით. სახელად ზურაბი მქვია. რა გქვია შენ? გოგონამ ყლაპა და თავისი ხმის მოძებნას ეცადა. ნინო, თქვა მან, მისი ხმა ისეთივე მსუბუქი და მყიფე, როგორც გაზაფხულის ნიავი. ნინო აბაშიძე. სასიამოვნოა გაცნობა, ნინო. შენ ჩემს ბაღში ნახეთ ცხელებით. დიდხანს იყავი იქ? გოგონა თითქმის შეუმჩნევლად დათანხმდა. ნე. მე ადგილი არ მქონდა წასასვლელად. შენი მშობლები სად არიან? ნინოს თვალებში ცრემლები გაჩნდა. ნე. არავინ მყავს. ზურაბმა ამოიოხრა, იცოდა, რომ ამ უბრალო ფრაზის უკან რთული და სავარაუდოდ ტრაგიკული ისტორია იმალებოდა. არ გინდა რომ მითხრა რა მოხდა? შეიძლება დაგეხმარო. ნინომ თავი გააქნია და გვერდზე შეტრიალდა. ზურაბმა გადაწყვიტა, რომ ძალიან არ შეეწუხებინა. იგი დადგა. ნინო, ჩემს სახლში ხარ. შენ უსაფრთხოდ ხარ აქ? დაისვენე და მალე დაუბრუნდები ძალებს. თუ რამე გჭირდება, უბრალოდ სთხოვე ნინოს, ეს ქალბატონი, რომელმაც წვნიანი მოგიტანა. ის დაგეხმარება. ნინომ ფრთხილი შეხედვით მისცა დასტური და ზურაბმა დატოვა ოთახი, მაგრამ კარი ღია დატოვა იმ შემთხვევისთვის, თუ გოგონას რამე დასჭირდებოდა. იმ ღამეს, როდესაც ზურაბი ტერასაზე იდგა და ვარსკვლავებით მოფენილცას უყურებდა, მას არ შეეძლო გაეფანტა ეს პატარა გოგონა თავისი აზრებიდან. ის ფიქრობდა თავის საკუთარ ბავშვობაზე. მისი მშობლები შეიძლება არ ყოფილიყვნენ მდიდრები, მაგრამ მათ ჰქონდათ საკვები მაგიდაზე და სახლი, რომელიც დაიცავდათ ელემენტებისგან. რას ფიქრობდა ეს გოგონა, როდესაც ის მის ბაღში შეიპარა? ის უბრალოდ თავშესაფარს ეძებდა ან იმედოვნებდა, რომ საკვებს მოიპარავდა? რა სასოწარკვეთილებაში უნდა ყოფილიყო, რომ ასეთ ზომებს მიმართავდა? მეორე დღეს ზურაბი ადრე გაემართა ოფისისკენ, მაგრამ პირველ რიგში მან შეამოწმა ნინო.
გოგონა კიდევ ეძინა, მისი სახე უკვე ნაკლებად ფერმკრთალი იყო ვიდრე წინა დღეს. მიხედეთ მას ინსტრუქცია მისცა მსახურს თავისი ცოლის, თამარის დაბრუნებამდე. თამარი მისი ბიძაშვილის ქორწილზე იყო წასული ქუთაისში და დღეს უნდა დაბრუნებულიყო. ზურაბმა იცოდა, რომ მოულოდნელი სტუმრის მიღება მიუღებელი სიურპრიზი იქნებოდა, მაგრამ მას არ შეეძლო ბავშვი ქუჩაში დაეტოვებინა. როდესაც ოფისში მუშაობდა, ზურაბი ნინოზე ფიქრობდა. ის ცდილობდა სოციალური სამსახურების შესახებ ინფორმაციას და რა პროცედურები უნდა დაეცვა, თუ მას სურდა გოგონას დახმარება. ჩვენს ქვეყანაში არსებობდა ბავშვთა დაცვის სისტემა, მაგრამ ეს მტკივნეული პროცესი იქნებოდა. არც მას და არც თამარს არასოდეს ჰყოლიათ ბავშვები, მიუხედავად წლების სურვილისა და მცდელობისა. როდესაც ზურაბი დაბრუნდა სახლში, ის უკვე ფიქრობდა, როგორც წარედგინა ეს სიტუაცია თამარისთვის. მაგრამ როდესაც შინ შევიდა, მან ნინო ნახა, მდგარი აივანზე. იგი ჯერ კიდევ სუსტი ჩანდა, მაგრამ ფეხზე იდგა და ქალაქის ხეთს აკვირდებოდა. როგორ ხარ? ზურაბმა ჰკითხა, ფრთხილად უახლოვდებოდა. ნინო მობრუნდა, მისი სახე სერიოზული და ფხიზელი იყო მისი ასაკისთვის. უკეთ. გმადლობთ, მან პასუხი გასცა. მაგრამ მე არ უნდა დავრჩე. მე ხელს შეგიშლით, ზურაბი ფრთხილად მიუახლოვდა. ნინო, ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ უბრალოდ მინდა დაგეხმარო. შენ ავადიყავი. გესაჭიროება დრო გამოჯანმრთელებისთვის ის ჩამოჯდა აივნის სკამზე და გოგონას მანიშნა, რომ მის გვერდით დამჯდარიყო. არ შეგიძლია მეტი მითხრა შენი თავის შესახებ. როგორ აღმოჩნდი მარტო, ნინომ თავი დახარა და თითები მაგრად ჩაიჭიდა სკამის კიდეებს. ჩემი დედა. ის წავიდა, როცა პატარა ვიყავი. მე ბებიასთან ცხოვრობდი, მაგრამ ის წავიდა 2 კვირის წინ, გოგონამ ხმადაბლა ჩაილაპარაკა. ის დაუძლურდა. მე ვცადე მასზე ზრუნვა, მაგრამ მისი ხმა გაწყდა და მამა შენი, ზურაბმა ნაზად ჰკითხა. არასოდეს მინახავს. მამა ჩემი ჯარისკაცი იყო, ბებია ჩემი ამბობდა, რომ ის გარდაიცვალა ომში, ზურაბმა ამოიოხრა. ეს ისტორია იყო ნაცნობი. ძალიან ბევრი ბავშვი დაკარგული იყო, ბევრი ოჯახი დანგრეული, მემკვიდრეობა იმ ომისა, რომელსაც არც ერთი ქართველი არ დავიწყნია. შენი სახლი სად არის? ნინომ თავი გააქნია. ჩვენ გაგვაძევეს. არ შეგვეძლო ქირის გადახდა, გოგონა მოულოდნელი სიმშვიდით ლაპარაკობდა, თითქოს იყო რაღაც უფრო ღრმა ასაკისა, ვიდრე მისი წლები იკარნახებდა. ზურაბმა შეამჩნია მისი თვალების მზერა, ღრმა და გამჭრიახი, ფრთხილი, მაგრამ არა შეშინებული. მას გარკვეული სიმტკიცე ჰქონდა და ეს აჩენდა მასში პატივისცემას. ნინო, მომისმინე. ეს შენი ბრალი არ არის. შენ წარმოუდგენლად ძლიერი ხარ, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდი. და მე მინდა, რომ იცოდე, რომ ჩემს სახლში უსაფრთხოდ ხარ. შენ შეგიძლია დარჩეს, სანამ არ გამოჯანმრთელდები. მაშინ ჩვენ ვნახავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, გესმის, ნინოს სახეზე ურწმუნობა იყო. რატომ გსურთ ჩემი დახმარება? თქვენ მე არც კი მიცნობთ, ზურაბმა ჩაიცინა. ზოგჯერ ცხოვრება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაკეთოთ რაღაც სწორი. შენი პოვნა ჩემს ბაღში, ეს რაღაცით შესაძლებლობაა ჩემთვის. შეიძლება ყველაფერი, რაც მომხდარა შენს ცხოვრებაში ცუდი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალიც ასეთი უნდა იყოს. ხანდახან ცხოვრება მოულოდნელ მობრუნებებს აკეთებს. ეს საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ თავიდან. ნინომ ბოლოს თავი დაუქნია, მაგრამ მისი სახე ჯერ კიდევ ურწმუნობას გამოხატავდა. ის ისევ რაღაცას იტყოდა, როცა შემოსასვლელიდან ძლიერი ხმა გაისმა. ზურაბი სწრაფად წამოდგა, ეს თამარი იქნება ჩემი ცოლი, ნინომ თითქმის შეუმჩნევლად ჩუმად შეკუნთა. ზურაბმა ხელი მის მხარზე დაადო. არ ინერვიულო. თამარი კარგი ადამიანია. ჩვენ ამას ერთად მოვაგვარებთ. თამარ ასათიანი შემოვიდა სახლში ისე, როგორც ყოველთვის შემოდიოდა, წამომართული მხრებით, ელეგანტური ნაბიჯით და მოწყენილი თვალებით. ეს იყო ქალი, რომელიც ოდესღაც ცეკვავდა ქართული ბალეტის წამყვან თეატრში, მაგრამ ახლა, ავტოავარიის შემდეგ, ის იძულებული იყო კოჭლით ევლო. თამარს ახლა სხვა ტკივილი ატარა, უფრო ღრმა, ვიდრე ფიზიკური, ბალეტის ცეკვის უნარობის ტკივილი, დაკარგული კარიერის ტკივილი და ყველაზე მწვავედ მისი უნაყოფობის ტკივილი. ზურაბ. სად ხარ? დაიძახა მან, ჩანთა გვერდზე მოისროლა. თავისი კოჭლობის მიუხედავად ის ჯერ კიდევ მოხდენილად მოძრაობდა, მისი სხეული ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მრავალწლიანი წვრთნის კვალს. აქ ვარ, ძვირფასო. აივანზე მოისმა ზურაბის ხმა.
როგორ იყო ქორწილი, თამარმა შეიფერთხა. გადატვირთული, ხმაურიანი, ტიპიური, მან აივნისკენ გაიარა და გაშეშდა, როდესაც თვალი მოჰკრა პატარა გოგონას, რომელიც ზურაბის გვერდით იდგა. ვინ არის ეს? იკითხა მან, მისი ხმა ახლა უფრო ცივი და ფრთხილი იყო. თამარა, ეს არის ნინო, ზურაბმა აუხსნა, ხელსდებდა გოგონას მხარზე. ნინო, ეს არის ჩემი ცოლი, ქალბატონი თამარი. ნინომ მორჩილად დახარა თავი. სასიამოვნოა გაცნობა, ქალბატონო. თამარმა თვალი გადაავლო გოგონას, შენიშნავდა მის გაცვეთილ ტანსაცმელს, მის ფერმკრთალ სახეს, მის დაღლილ, მაგრამ ფხიზელ თვალებს. ის ვინაა? იკითხა მან ზურაბთან, თითქოს ნინო იქ არ იყო. ზურაბმა ამოიოხრა. თამარ, ნინო ჩვენი სტუმარია. ის ავად იყო და დახმარება სჭირდება. მე მას ვპოვე ჩვენს ბაღში გუშინ, გონება და კარგულს. და შენ, რა თქმა უნდა, გადაწყვიტე ის სახლში შემოგეყვანა. თამარის ხმაში მწარე ირონია იყო. შენ ყოველთვის ამას აკეთებ, არა? დაკარგული ლეკვები, დაჭრილი ჩიტები. და ახლა ეს გოგონა, ზურაბი წამით დაძაბული ჩანდა. შენ რა გსურდა რომ გამეკეთებინა? ქუჩაში მიმეტოვებინა? გოგონა უხერხულად აწრიალდა, აშკარად შეწუხებული ამ საუბრით. უკაცრავად ჩაილაპარაკა მან. მე უნდა წავიდე. არსად არ მიდიხარ, თქვა ზურაბმა ძლიერად და შემდეგ უფრო რბილად დაამატა, ჯერ არა. შენ ჯერ გამოჯანმრთელება გჭირდება. თამარმა მძიმედ ამოისუნთქა და დაჯდა. მისი ფეხი ტკიოდა მოგზაურობის შემდეგ. კარგი, მაშინ ყოს. გოგონა დარჩება, სანამ უკეთესად არ გახდება? მაგრამ რა ხდება მის მშობლებთან დაკავშირებით? ისინი ალბათ აგიჟებით ეძებენ მას. მას არავინ ჰყავს, თქვა ზურაბმა ჩუმად. დედა წავიდა, როცა პატარა იყო. მამა ჯარისკაცი იყო და ომში დაიღუპა. ის ბებიასთან ცხოვრობდა, მაგრამ ბებია ახლახანს გარდაიცვალა. მათ გამოასახლეს. ეს გოგონა ულტრალიტერალურად აღმოჩნდა ქუჩაში. თამარის სახეზე რაღაც შეიცვალა, ეს იყო ღირსების, ემპათიის ნაპერწკალი, მაგრამ მალევე გაქრა. ეს საშინელებაა, თქვა მან ბოლოს. მაგრამ ჩვენ არ ვართ სოციალური სამსახური, ზურაბ. ამისთვის არსებობენ შესაბამისი ორგანიზაციები, ზურაბმა თავი გააქნია. და შენ იცი რა ხდება ამ თავშესაფრებში. ჩვენ ვერ გაუშვებთ მას. ნინო ჩუმად იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა მათ შორის ენერგიის მიმოცვლას, რაღაცნაირად უფრო ასაკოვანი ვიდრე თავისი წლები იკარნახებდა. არ მინდა საეჭვო ვიყო, ჩაილაპარაკა მან. მე შემიძლია წასვლა. ხედავ. მას სურს წასვლა, თქვა თამარმა, სიმტრით თავის ჯინსის ქვემოდან რეზინის ბანდაჟს აწვალებდა, რაც ფეხის ტკივილს ამსუბუქებდა. ზურაბი წამით ჩაფიქრდა. შეიძლება კომპრომისი? კითხა მან. ნინო რჩება, სანამ გამოჯანმრთელდება. შემდეგ ვნახავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, შეიძლება მისი დაბინავება, ან მოვნახავთ კარგ თავშესაფარს. შენ, ნინო, დახმარებას გაუწევ ქალბატონ თამარს სახლში, სანამ აქ იქნები. ეს სამართლიანია, არა? თამარმა ამოიოხრა და მზერა გადააქცია ქალაქის ცაზე. კარგი, მიღებულია, თქვა მან და გოგონას შეხედა. მაგრამ არ მოველი, რომ შეაწუხო მსახურები ან ნივთებში გაერიო. შენ ხარ აქ, როგორც სტუმარი და როგორც სტუმარი უნდა მოიქცე. ამაში ჩვენ გვესმის ერთმანეთის? ნინომ თავი მორჩილად დაუქნია, მის თვალებში მადლიერების ნაპერწკალი გაიელვა. დიახ, ქალბატონო. გმადლობთ. საკუთარი ტანსაცმელი გაქვს? თამარმა ჰკითხა უცებ, აკვირდებოდა ნინოს გაცვეთილ შარვალს და მაისურს. ერთი ჩანთა, უპასუხა ნინომ მორიდებულად. თამარმა ამოიოხრა და მერყეობის შემდეგ თქვა, მე მქონდა რამდენიმე ნივთი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, რაც შეიძლება შენზე მოერგოს. მოგვიანებით შევხედავ, მან თავი გადააქნია, თითქოს თავის თავს ეკამათებოდა და მერე წამოდგა, მისი ქვედა ტუჩი ოდნავ ტკივილით აკანკალდა, როდესაც მუხლზე წონა გადაიტანა. ახლა უნდა დავისვენო. თამარი წავიდა, ნინოს და ზურაბს დატოვებდა აივანზე სიჩუმეში. ის არ მომწონს, ჩაილაპარაკა ნინომ ჩუმად, როგორც კი თამარი გავიდა მხედველობის არიდან. ის რთულია და ეთანხმა ზურაბი. ცხოვრება არ ყოფილა მისთვის მარტივი. ის იყო დიდი მოცეკვავე. ნამდვილი ვარსკვლავი. ავარიის შემდეგ მან ყველაფერი დაკარგა. ეს ძნელია მისთვის. შენ პატარა ხარ და შეიძლება არ გესმოდეს, მაგრამ ზოგჯერ, როცა ადამიანები ტკივილს გრძნობენ, მათ უჭირთ სიკეთის გამოხატვა. ნინომ მოწიწებით თავი დაუქნია. მე მესმის, ბატონო, ზურაბმა გაიღიმა მისი სერიოზული სახისთვის. მას ლოდინი სჭირდება, ნინო.
მას დრო სჭირდება, რათა შენი გაიცნოს. ყოველივე ცოტა ხანში უკეთესი გახდება. ნუ ინერვიულებ, ბატონ ზურაბს თვალებში რაღაც ჰქონდა, რწმენის განსაკუთრებული ტიპი, რაც ნინოს ერთდროულად ანუგეშებდა და აფრთხობდა. ეს იყო კაცი, რომელიც ვერ ხედავდა იმდენ სიავეს მსოფლიოში, რამდენსაც ის ხედავდა. მაგრამ ეს იყო აგრეთვე კაცი, რომელიც არასოდეს დანებდება, როდესაც მიზანს დაისახავს. რამდენიმე დღის განმავლობაში ნინო შეეგუა ახალ ცხოვრებას ბერიძეების სახლში. თამარი, როგორც ის დაპირდა, რამდენიმე ძველ ტანსაცმელს იპოვნა, რომელიც გოგონას ერგებოდა. ზოგიერთი იყო მისი, როდესაც ახალგაზრდა იყო, სხვები კი იყვნენ ნივთები, რომლებიც იყიდა, სვეთილი იმედით, რომ ერთ დღეს მას საკუთარი შვილი ეყოლებოდა. ნინო მორიდებული იყო მათთან, მაგრამ მადლიერებით მიიღო. თამარი თავის დროის დიდ ნაწილს სახლის ბიბლიოთეკაში ატარებდა, თითქმის არასოდეს გამოსულა, გარდა ჭამის დროისა. როდესაც ისინი სადილობდნენ, ზურაბი ძირითადად ატარებდა საუბარს, უყვებოდა თავისი სამუშაო დღის შესახებ, ან ცდილობდა გაერთო ნინო ისტორიებით იმ ადგილებზე, სადაც ის მოგზაურობდა. თამარი ჩუმად იყო, მხოლოდ ხანდახან ჩაერეოდა, როდესაც ეთხოვა აზრის გამოთქმა. მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც ზურაბი გვიან მუშაობდა, ნინო და თამარი მარტო დარჩნენ სახლში. ნინო ფრთხილად შევიდა ბიბლიოთეკაში, ხელში ფრთხილად ეჭირა ჩაის ფინჯანი. ქალბატონო თამარ, ჩაი ლაპარაკა მან. ბატონმა ზურაბმა თქვა, რომ ჩაი მოგიტანო. თამარი მაღალი ფანჯრის წინ იდგა, უცქერდა წვიმას, რომელიც გარეთ ცრიდა. მან მოიხედა გაკვირვებული გოგონას დანახვით. დაადგისადმე, თქვა მან მიუთითა მახლობელ მაგიდაზე, მერე ისევ ფანჯარას მიუბრუნდა. ნინომ ჩაი დადო, მაგრამ არ წასულა. ქალბატონო, შეიძლება გკითხოთ რამე? რა არის? თამარი არ მიბრუნებულა. რა მოხდა? თქვენს ფეხს? ამან თამარის ყურადღება მიიპყრო. ის შემობრუნდა, მის თვალებში ცეცხლი ენთო. ეს შენი საქმე არ არის, ნინო არ შეშინებულა. ვიცი. მაგრამ ის გტკივად. ჩემს ბებიას ხშირად ტკიოდა ფეხები, ძვლების გამო. მე ვიცოდი, როგორ დამემზადებინა კომპრესი, რაც ეხმარებოდა. თამარმა გაკვირვებული მზერა ესროლა გოგონას, ნახევრად დაინტერესებული, ნახევრად უნდობლობით. ბალეტის მოცეკვავე ვიყავი, თქვა მან ბოლოს, თითქოს სიტყვები მის ყელში იკუმშებოდა. თითქმის 10 წელი, ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში. შემდეგ მანქანა დამეჯახა, როდესაც ქუჩას გადავდიოდი. ფეხი რამდენჯერმე გადამიტეხა. აღარასოდეს შემიძლია ცეკვა, ნინომ თავი მოწიწებით დახარა. ძალიან მწუხვარ, ქალბატონო. ეს იყო 20 წლის წინ. ახლა ეს უკვე აღარ მაქვს მნიშვნელობა, თქვა თამარმა, მაგრამ მის ხმაში იყო რაღაც გამოუთქმელისევდა. როდესაც დავზიანდი, უკვე ვიყავი ზურაბის ცოლი. ის ჩემთან დარჩა. მიუხედავად ყველაფრისა, ნინომ გაბედა ერთი ნაბიჯით მიახლოება. ეს ისეთი პატივისცემით საუბრობთ მასზე, თამარმა ამოიოხრა. ზურაბი ძალიან კარგი ადამიანია, ნინო. შეიძლება ზედმეტად კარგიც. ის ადვილად ენდობა ადამიანებს, ფიქრობს, რომ ყველას აქვს კარგი ზრახვები, მან პირდაპირ შეხედა გოგონას. მაგრამ მე არა. მე ნამდვილ მსოფლიოში ვცხოვრობ. და ნამდვილ მსოფლიოში ადამიანები არასოდეს აკეთებენ რაიმეს უანგაროდ. ყველას აქვს მოტივი, ნინო ჩუმად იდგა ერთი გრძელი წუთის განმავლობაში. ბატონი ზურაბი ამბობს, რომ ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ კარგები არიან. რომ ზოგჯერ, როდესაც გვაქვს, გვინდა გავცეთ, თამარმა დამცინავად გაიღიმა. და შენ ამას იჯერებ? შენ, ვინც ქუჩაში გაიზარდე, ნინომ ოდნავ მხრები აიჩეჩა. მე ვნახე ორივე მხარე. ვნახე ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე ზრუნავენ, და ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან მაშინაც კი, როცა თავად არაფერი აქვთ. ჩემი ბებია ასეთი იყო. მას არაფერი ჰქონდა, მაგრამ ის ყველაფერს გაიღებდა ჩემთვის, გოგონა შეჩერდა. თქვენ იცით რა მითხრა ერთხელ. მან თქვა, რომ გულის გახსნა არასოდეს არის შეცდომა, მაშინაც კი, თუ ეს ტკივილს გვაყენებს, თამარის ტუჩებს უჩვეულო სიმღიმარი შეერია. შენი ბებია ჯეილ არანაირად ციცინათელას არ ჰგავდა. არა, ქალბატონო. ის ძლიერი ქალი იყო. თქვენ როგორც, მან სუსტი ღიმილი გაუღიმა და შემდეგ მიუთითა ჩაიზე. თქვენი ჩაი ცივდება, მან თავაზიანად თავი დახარა და გავიდა ოთახიდან, თამარის ყურადღებით სავსე მზერას დატოვებდა მის უკან. სასადილო ოთახიდან ნინომ გაიგონა, როგორ უძახოდა თამარი. ნინო! დიახ, ქალბატონო, ის შევიდა ოთახში, ოდნავ დანერვიულებული. შეგიძლია.
შენს იმ კომპრესზე მეტი მითხრა, ნინომ გაიღიმა, ეს იყო პირველი ნამდვილი ღიმილი, რომელიც თამარს დაინახა. სიამოვნებით, ქალბატონო, კვირა გავიდა და ნელა, თითქმის შეუმჩნევლად, თამარსა და ნინოს შორის რაღაც შეიცვალა. ყოველ საღამოს გოგონა ბალახებისა და ზეთების ნაზავს ამზადებდა, როგორც მისი ბებია ასწავლიდა და ამით თამარის დაზიანებულ მუხლზე კომპრესს აკეთებდა. ეს პროცედურა მარტივი, მაგრამ ინტიმური იყო. ნინო ჯდებოდა იატაკზე თამარის ფეხებთან, ფრთხილად ადებდა თბილ-ქსოვილს მის ფეხზე და მოთმინებით ელოდა, სანამ ტკივილი შემცირდებოდა. საღამოს, როდესაც ნინო ისევ ემზადებოდა კომპრესის გასაკეთებლად, თამარმა უჩვეულო კითხვა დასვა. რამდენი წლის ხარ, ნინო? 11-ის, ქალბატონო, უპასუხა ნინომ, მისი ხელები მომხიბვლელი სიზუსტით ამზადებდნენ ახალ კომპრესს. და შენი ბებია? ის ყველაფერი გასწავლა, რაც იცი, ნინომ თავი დაუქნია. ბევრი რამ, დიახ. ის მეუბნებოდა, რომ ეს უძველესი ცოდნა, რომელიც ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. ის ბევრ რამეს მასწავლიდა სამკურნალო მცენარეებზე, თამარმა დაკვირვებით შეათვალიერა გოგონა. შენი დედა? ის სად წავიდა? ნინო გაშეშდა, მისი თვალები დაკონცენტრდა თავის ხელებზე. არ ვიცი. ბებია ამბობდა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო ჩემთვის. რომ მას სჯეროდა, საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონოდა, ის შეჩერდა. ის ამბობდა, რომ დედა ჩემს მე არ ვუნდოდი, თამარს ვერცხლის ჩაის კოვზი ხელში უჩვეულოდ მაგრად ეჭირა. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არ არიან მზად დედობისთვის, მაგრამ რეალურად ისინი უბრალოდ შეშინებულები არიან. შეშინებულები, რომ ვერ იქნებიან საკმარისად კარგები, მან ამოისუნთქა. ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მათ ბავშვები არ უნდათ, ნინომ თავი აიღო. თქვენ გინდოდათ ბავშვები, ქალბატონო თამარი თითქოს შეკრთა. თავიდან, არა. მე ჩემს კარიერაზე ვფიქრობდი. ბალეტზე. ეს იყო ჩემი ცხოვრება. შემდეგ, ავარიის შემდეგ. მერე კი მე ძალიან ვცდილობდი. მაგრამ ეს უბრალოდ არ მოხდა, მან ჩაის სასმისი თავისკენ მიიზიდა. საკმარისია ამ საუბარზე. გააგრძელე, ნინომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ მის თვალებში ახლა რაღაც ახალი იყო, თანაგრძნობა გაგება. ის გააგრძელა კომპრესის დადება და ჩუმი ხმით დაიწყო ლაპარაკი, ჩემმა ბებიამ ასევე მასწავლა სიმღერები. ძველი ხალხური სიმღერები. ხანდახან, როდესაც ჩემი კომპრესები დადებული იყო, ის მღეროდა, რომ ფიქრები გაიფანტა ტკივილისგან. შენ ხომ არა? თამარი ხო ხმანობდა. შენ იმღერებდი მათთან ერთად, ნინო მაცითლებულმა თავი დახარა, ხოლო თუ გსურთ, ქალბატონო, და ამგვარად ახალი რიტუალი დაიწყო მათ შორის კომპრესი და სიმღერა, თამარი თავისი სავარძლის ღრმაში, ნინო კი მის ფეხებთან. მისი ნაზი ხმა ავსებდა ოთახს ძველი ქართული მელოდიებით. დროდადრო თამარი თავადაც შეუერთდებოდა, მისი ხმა უფრო ძლიერი და დახვეწილი, ნინოს მარტივ, მაგრამ სუფთა ტონებს გაამდიდრებდა. ზურაბი ხანდახან ამ სცენებს შეესწრებოდა და უსიტყვოდ უყურებდა. ამ თვალსაზრისით რაღაც იყო, რაც ტკივილს გვრიდა, ღრმა და უცნაური ტკივილი. ერთ საღამოს, როდესაც ნინო უკვე დაწოლილი იყო, ზურაბმა ჰკითხა ცოლს, ნინოსთან თითქოს უფრო რბილი ხარ, ასე არაა, თამარმა მხრები აიჩეჩა. ის დაუცველია. და ის ეხმარება ჩემს მუხლს. ეს არის ყველაფერი, ზურაბმა არ განაგრძო თემა, მაგრამ მის თვალებში იყო რაღაც მზერა, იმედი, შესაძლოა, რაც ძნელი იყო უბულებელყოფა. ერთ მშვენიერ დილას, როდესაც ნინო ბაღში იყო, მარტო ბზრიალებდა მზის სხივებში, თამარი აინიდან უყურებდა. გოგონას მოძრაობაში იყო რაღაც. რიტმულობა, თავისუფლება, რაც ერთდროულად ნაცნობი და ტკივილის მომგვრელი იყო. თამარმა იცოდა, რომ ეს მოძრაობის პასუხი იყო, სიცოცხლის პასუხი, რასაც ყველა ბავშვი იზიარებს. მაგრამ იყო სხვა რამეც, გარკვეული კოორდინაცია, მოქნილობა, რაც შემთხვევითი არ იყო. ნინო დაუძახა მან, მისი ხმა ისეთი რბილი იყო, რომ თავად გაუკვირდა. შენ ოდესმე გიცეკვია, ნინომ ხტუნვა შეწყვიტა და აივნისკენ შეტრიალდა, თავისი გრძელი, მუქი თმები ჰაერში ფრიალებდა. ცეკვა, ქალბატონო? არა, არასოდეს მქონია გაკვეთილები ან რამე მსგავსი. მაგრამ ბებია შენი ასწავლიდა საოჯახო ცეკვებს. ხალხურს შესაძლოა, ნინომ გაუღიმა. დიახ. ჩვენ ყოველთვის ვცეკვავდით ზეიმის დღეებში. ის ამბობდა, რომ ცეკვა არის ჩვენი გზა, რათა ვაჩვენოთ ცხოვრებისადმი პატივისცემა, თამარი გაჩუმდა წამიერი შეხსენებით. მერე ჩაილაპარაკა, შენ შეგიძლია ეს მაჩვენო? თქვენი ცეკვები, ნინოს თვალები გაფართოვდა. აქ. ახლა. დიახ, რატომაც არა.
ბაღი თითქმის ცარიელია, ოდნავი ხოხმანის შემდეგ, ნინომ თავი დაუქნია. მან თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო, ჯერ ნელა, მარტივი ნაბიჯებით, მაგრამ მალე ცეკვაში ჩართული. თავისი ბებიის ნასწავლი ხალხური ცეკვის ელემენტები არა დახვეწილი, მაგრამ აშკარად ნატურალური ნიჭით. მისი თმები ფრიალებდა, მისი მკლავები გრაციოზულად მოძრაობდნენ, მისი ფეხები მსუბუქად ეხებოდნენ მიწას. თამარი გაჩუმდა, რაღაც ემოცია მის გულში იზრდებოდა, რომლის სახელის დარქმევაც ვერ შეძლო. შეჩერდი უთხრა მან, მისი ხმა არამყარად ჟღერდა. ნინო შეჩერდა, ქოშინითა და სახიაცითლებული. ცუდად ვცეკვავ, თამარი აივანიდან გადმოვიდა, მისი ქვედა ტუჩი ოდნავ კანკალებდა. არა, თქვა მან ბოლოს. უბრალოდ. გაქვს ნიჭი. ბუნებრივი ნიჭი, რომელიც ვერ ისწავლება, მან ერთი ხელი გაიწოდა, თითქოს ცეკვის მოძრაობას აჩვენებდა. თუ ცოტა უფრო. აი ასე, მისი ხელი გადახრილი იყო, ფრთისებრი მოძრაობით. ეს უფრო ელეგანტური იქნება, ნინო ცდილობდა მოძრაობის მიბაძვას, მაგრამ ვერ ახერხებდა ზუსტად. თამარი ამოიოხრა და ახლოს მივიდა. ასე, მან აიღო ნინოს ხელი და ნაზად გაასწორა. ხედავ განსხვავებას, ნინომ თავი დაუქნია, მისი თვალები განცვიფრების სავსე. ეს ლამაზია. ბალეტის ძირითადი პოზიცია, ჩაილაპარაკა თამარმა, მერე მოულოდნელად წინ გადმოიხარა და ახმოვანდა ტკივილისგან. ქალბატონო, ნინომ შეწუხებულად შეხედა. მუხლით გტკივათ? უნდა დაუბრუნდეთ სახლში, თამარმა ხელი აიქნია. არა, არა. მე კარგად ვარ. უბრალოდ. მერე კომპრესი გამიკეთე, მან ცრემლები ისე სწრაფად მოიწმინდა, რომ ნინომ თითქმის ვერ შეამჩნია. ახლა კი დამანახე ისევ შენი ცეკვა, მაგრამ ამჯერად გამოიყენე ხელების მოძრაობა, რომელიც მე გასწავლე, და ასე ნინო გააგრძელებდა ცეკვას, მაგრამ ახლა ის შეაქებდა თამარის ახალ ელემენტებს მოძრაობებს. ისინი ასე გატაცებულნი იყვნენ, რომ ვერც კი შეამჩნიეს ზურაბი, რომელიც მათ ბნელი აივნიდან უყურებდა, სევდიანი ღიმილით სახეზე. შინ მიბრუნებისას, როდესაც ნინო ისევ აკეთებდა თამარისთვის კომპრესს, თამარმა ჩუმად უთხრა, შენ შეგიძლია ჩემს ბიბლიოთეკაში მოხვიდე ხოლმე. მაქვს წიგნები ცეკვაზე, ლამაზი ილუსტრაციებით. შეიძლება დაგაინტერესოს, ნინოს სახე გაბრწყინდა. მართლა, ქალბატონო. დიდი სიამოვნებით, თამარმა მხრები აიჩეჩა, თითქოს ცდილობდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი შეთავაზება უმნიშვნელო იყო. რა თქმა უნდა. ისინი უბრალოდ იქ დგანან, არავინ იყენებს, მაგრამ იმ ღამეს, როდესაც თამარი და ზურაბი მარტო დარჩნენ, თამარმა უცებ თქვა ის ცეკვავს, ზურაბი მოტრიალდა, წიგნს დებდა თაროზე. ვინ? ნინო. მას აქვს ნიჭი. ბუნებრივი. თვითნასწავლი დაუხვეწავი, მაგრამ ის არის. რაღაც, თამარი ფანჯრიდან გაიყურებოდა. დილით ის ბაღში იყო, ჩემი ცეკვის წიგნები ათვალიერებდა. ის ცდილობდა იმ პოზების გაკეთებას, რაც სურათებში ნახა, ზურაბი ჩუმად შემობრუნდა. და რას ფიქრობ, თამარმა თავი გააქნია. არ ვიცი. ეს უცნაურია. ის. ნიჭიერია. ის შენ გგავს. ამას გულისხმობ? არა, მკვეთრად მიუგო თამარმა, მერე ოდნავ შერბილდა. მაგრამ ის იმსახურებს გაკვეთილებს. ნამდვილი სწავლება. ის შეიძლება ბევრად უკეთესი იყოს, თუ ვინმე მას სწავლთნის, ზურაბი ჩაფიქრდა. და შენ? რა მე? შეგეძლო გესწავლებინა მისთვის? იცი, რომ სხვების სწავლებაზე ხშირად ფიქრობდი, თამარი დაძაბული გახდა. ნე. მასწავლებელი არასოდეს ვყოფილვარ. ოდესმე ყველა იწყებს, ზურაბს ღიმილი ჰქონდა, პატარა, მაგრამ იმედით სავსე. ეს ორივეს დაგეხმარებოდათ. ეს საშინელი იდეაა. მას სჭირდება პროფესიონალი, ვინმე, ვინც იცის, რასაც აკეთებს. და ვინ იცის კლასიკური ცეკვის ტექნიკა უკეთ ვიდრე შენ. ვინ მუშაობდა წლების განმავლობაში იმ ტრადიციაში, ზურაბი მასთან მივიდა და ხელები მხრებზე დაადო. მე არ ვამბობ, რომ უნდა გახდე მისი სრული მასწავლებელი. უბრალოდ გაუზიარე, რაც იცი. ეს შეიძლება. ეს შეიძლება იყოს კარგი, შენთვისაც, თამარი მისგან გაერიდა. მე უნდა დავფიქრდე, ზურაბმა თავი დაუქნია და აღარ გაუგრძელა საუბარი. მაგრამ ძილის წინ თამარი ფიქრობდა გოგონას ცეკვაზე, მის მოძრაობის ბუნებრივ სილამაზეზე. რაღაც იყო იქ, რაღაც ნაცნობი და მტკივნეული, მაგრამ ასევე მიმზიდველი.
თითქმის ისეთი შეგრძნება იყო, როგორც ის იმედები და ოცნებები, რომლებიც მან დაკარგა, ახლა ახალ ფორმას იღებდნენ ამ უცნაური, პატარა გოგონას სახით, რომელიც ბედისნებით მის ბაღში აღმოჩნდა. ნინოს მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, ბერიძეების ცხოვრება გარკვეულ რუტინაში ჩადგა. ყოველ დილით ნინო და თამარი ერთად საუზმობდნენ და შემდეგ რამდენიმე საათს ატარებდნენ ცეკვის გაკვეთილებზე. თამარი ასწავლიდა გოგონას ბალეტის საფუძვლებს, რომლებსაც ნინო ხარბად ითვისებდა. შუა დღისას, როდესაც თამარი ისვენებდა, ნინო ეხმარებოდა მსახურებს ბაღის მოვლაში ან წიგნებს კითხულობდა ბიბლიოთეკაში. საღამოობით სამივე ერთად სადილობდა და შემდეგ ნინო თამარის მუხლზე კომპრესს აკეთებდა, ძველი ხალხური სიმღერებით ავსებდა ოთახს. ეს იყო მშვიდი, კმაყოფილი ცხოვრება, რომელიც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, როდესაც ნინო პირველად გამოჩნდა ბაღში. მაგრამ ის იდილია ერთ მშვიდ შაბათს დაირღვა, როდესაც ვიზიტორი მოულოდნელად გამოჩნდა. გიორგი, სურაბი გაიღიმა, როცა კარი გააღო და ნახა თავისი ბიძაშვილი, გიორგი ბერიძე, ცნობილი ადვოკატი და ქალაქის პოლიტიკური წრეების ცნობილი პირი. რა სასიამოვნო სიურპრიზია! შემოდი! სურაბ გიორგიმ ხმადაბლა მიესალმა, თავისი ზუსტად გაკეთებული ჰალსტუხი და ექსკლუზიური საათი გამომწვევად გამოჩენილი. მაპატიე უეცარი შემოვლისთვის, მაგრამ საქმე მაქვს შენთან სასაუბრო. მგონი შენ დაგჭირდება ჩემი იურიდიული მხარდაჭერა. რა თემასთან დაკავშირებით? სურაბმა ჰკითხა, მერე თავი გააქნია. სად მაქვს თავი? შემოდი, მოსალონში ვისაუბროთ. ჩაის დაგისხამ, ისინი კომფორტულად მოეწყნენ სალონში და ზურაბმა მსახურს ჩაის მოტანას სთხოვა. სანამ ისინი ელოდებოდნენ, გიორგი ლაპარაკობდა უმნიშვნელო საქმეებზე, ბიზნეს ახალ ამბებზე, პოლიტიკურ მოვლენებზე, საერთო ნათესავების შესახებ. ზურაბი ცდილობდა ინტერესი გამოეჩინა, მაგრამ შენიშნავდა, რომ მის ბიძაშვილს რაღაც სხვა ჰქონდა გონებაში. ჩაის ჩიქები უკვე ნახევრად დაცლილი იყო, როდესაც გიორგი მოულოდნელად თქვა, ხმები გავრცელდა, ბიძაშვილო. ხმები? ზურაბი ცოტა შეიშმუშნა. ხმები იმაზე, რომ შენ და თამარი გასაოცარ საქველმოქმედო საქმეს აკეთებთ. თქვენ ქუჩიდან აიყვანეთ გოგო და შინ მოიყვანეთ, გიორგიმ თავისი ჩაის ჩიქა დადო. ძალიან კეთილშობილურია, ეჭვგარეშეა. მაგრამ ასევე ძალიან საფრთხილოა, ზურაბი გაშეშდა. ვინ გითხრა? ეს მნიშვნელობას მოკლებულია. ქალაქი მცირეა, ზურაბ, განსაკუთრებით ჩვენი წრეებისთვის. ხალხი ლაპარაკობს, გიორგიმ ჩაახველა. მე, რა თქმა უნდა, შენთან მოვედი, რათა ჩემი შეშფოთება გამოვხატო. ამ სიტუაციაში არსებობს რამდენიმე სამართლებრივი პრობლემა. სამართლებრივი პრობლემა? ზურაბმა შუბლი შეჭმუხნა. ჩვენ ბავშვს ვეხმარებით, გიორგი. რა პრობლემა შეიძლება იყოს ამაში? ზურაბ, მომისმინე. მე მესმის შენი სურვილი, რომ დახმარება გაუწიო საჭიროებაში მყოფ ადამიანს. ეს შენი ბუნების ნაწილია. მაგრამ შენ ოფიციალური მეურვეობის გარეშე ბავშვს ინარჩუნებ. მშობლების უფლებები? ბავშვთა დაცვის ოფიციალური პროცედურები. ყველა ეს საკითხი რეალურია, გიორგი წინ გადაიხარა, მისი ხმა ახლა დაბალი და სერიოზული. გარდა ამისა, არსებობს კიდევ უფრო პრაქტიკული საკითხები. შენ ქალაქში მსხვილი ბიზნესის მფლობელი ხარ. საზოგადოებას რას ეტყვი? რომ შენ ქუჩიდან შემთხვევით გოგონა აიყვანე. სიმართლეს ზურაბი მიუგებდა, ახლა უკვე გაღიზიანებული. რომ მე დავინახე ადამიანის საჭიროებაში და დავეხმარე მას. რა არის ამაში სათაკილო? საზოგადოებრივი აზრი არის რთული რამ, ბიძაშვილო. ხალხი ლაპარაკობს, ჯორაობს. ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას. რამდენად გონივრულია ეს შენი ბიზნესისთვის? შენი რეპუტაციისთვის? გიორგი, თუ შენ გინდა, რომ მე გადამარწმუნო, რომ ქუჩაში გავაგდო 11 წლის გოგონა, რომელსაც არავინ ჰყავს, შენ ჩემს შესახებ ძალიან ცოტა რამ იცი. გიორგის უნდოდა რაღაც ეთქვა, როდესაც უეცრად შემოვიდა ნინო, ხელში ჩაის თეფშით. უკაცრავად, ბატონო, მან ჩურჩულით მიმართა ზურაბს. ნინომ თქვა, რომ ეს სტუმრისთვის მომეტანა. ის ჩაი უკვე ცივი იქნებოდა, გიორგის თვალები გაფართოვდა, როდესაც გოგონას დაინახა. ის იყო პატარა, გამხდარი, მაგრამ მის თვალებში იყო რაღაც სიმტკიცე, ინტელექტი, რაც ცდებოდა მის წლებს. გოგონა მშვიდად მოვიდა, ფრთხილად დადო ჩაის თეფში, თავაზიანად დაუქნია თავი და შემდეგ ისევ გასვლისთვის მოემზადა. დაიცადე, გოგონა, გიორგი მოულოდნელად უთხრა. რა გქვია? ნინო აბაშიძე, ბატონო, უპასუხა მან მორიდებით. და შენი მშობლები სად არიან, ნინო აბაშიძე?
გიორგი ზურაბმა გააფრთხილა, მაგრამ გიორგიმ ხელი აიქნია. მხოლოდ ცოტა ინფორმაციას ვაგროვებ, ბიძაშვილო. აქ ცუდი არაფერია. ნინომ დაბნეული მზერა ესროლა ზურაბს, რომელმაც მხრები აიჩეჩა და თავი დაუქნია. ჩემი დედა წავიდა, როცა პატარა ვიყავი, უპასუხა ნინომ. მამა ჩემი ომში დაიღუპა. მე ბებიასთან ცხოვრობდი, მაგრამ ის გარდაიცვალა, ის შეჩერდა. ჩვენი სახლიდან გაგვასახლეს, ქირის გადაუხდელობის გამო. ვინმე ნათესავი? შეეკითხა გიორგი, ახლა ცოტათი უფრო რბილი ტონით. ბიძები? დეიდები? მამიდები? ნინომ თავი გააქნია. არავინ. მხოლოდ მე და ბებია ვიყავით. გიორგი გაჩუმდა, აშკარად რაღაც ფიქრებში. კარგი. შეგიძლია წახვიდე, ნინო გავიდა. გიორგი დაინტერესებული თვალით აკვირდებოდა მის წასვლას. ის კარგი გოგონა ჩანს, ჩაილაპარაკა მან, როდესაც ნინო ოთახიდან გავიდა. არის, დაეთანხმა ზურაბი. კარგი, ჭკვიანი და თავაზიანი. ის თამარს ეხმარება სხვადასხვა საქმეებში და მას თამარისგან ცეკვას ასწავლიან. ცეკვას? გიორგიმ წარბი აიწია. თამარი ასწავლის ცეკვას. ეს მაჩვენებელია, ზურაბმა ოდნავ გაიღიმა. ის თავისებურად მაგრდება. მათ შორის რაღაც კავშირი არსებობს. მე ვერ ვხსნი ამას, გიორგი ფიქრებში ჩავარდა, ჩაის ფინჯანს ნელა ატრიალებდა. ზურაბ, მე მესმის შენი გრძნობები ამ საკითხზე. მაგრამ შენ უნდა გესმოდეს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს პრობლემური იქნება. როგორიც ხარ შენ მაგალითად? მე მოვედი, როგორც მეგობარი, ზურაბ. მე ცდილობ გაგაფრთხილო. არსებობენ სხვა ადამიანებიც, ნაკლებად თანაგრძნობის მქონე, ვინც შეიძლება ჩაერიოს, გიორგი წამოდგა. შენ გჭირდება ოფიციალური გზები ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. შემხვდი და დავიწყოთ დოკუმენტების პროცესი. არსებობს ბავშვთა დაცვის სამსახური, რომელიც დაგეხმარება. ჩვენ არ გავაგზავნით ნინოს ბავშვთა სახლში, გიორგი ზურაბმა აშკარად განაცხადა, ახლა უკვე ფეხზე დგებოდა. ჩვენ ეს განვიხილეთ. საშუალება არ არსებობს. შენ ამ გოგონას ოფიციალურად აიყვან, ბიძაშვილო? შვილად აიყვან. ეს არის შენი განზრახვა? ზურაბი ერთხანს გაჩუმდა. ჯერ ამაზე არ გვისაუბრია. მაშინ ურჩევნია მალე ისაუბროთ. რადგან შენ იცი კანონი, ან მას აძლევ ოფიციალურ სტატუსს შენს ოჯახში, ან ის უნდა გადაეცეს შესაბამის სამსახურებს. ეს მხოლოდ გონივრულია, ზურაბ. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იცავს ბავშვებს. ზურაბი აწრიალებულად დადიოდა ოთახში. მე ვიცი, რომ შენ გულისხმობ, გიორგი, მაგრამ ეს ბავშვი ნამდვილად ჩვენთან უკეთესია. შესაძლოა ასეა. მაგრამ არსებობს საკანონმდებლო პროცედურები, რომლებიც უნდა დავიცვათ. დამეხმარე, დაგეხმარები. მაგრამ მე უნდა ვიცოდე შენი განზრახვები, გიორგი შეჩერდა. და არსებობს კიდევ ერთი საკითხი, როგორ ხედავს ამას თამარი? უცებ, კარი გაიღო და თამარი შემოვიდა, ნინო მის გვერდით. როგორ ხედავ რას, გიორგი? კითხა მან, მისი ხმა ცივი იყო. ზურაბი განაცვიფრა ამ ორის ერთად ნახვამ. ნინო, მიუხედავად ყველაფრისა, ტკბილად იღიმებოდა, მაშინ როდესაც თამარი იდგა შემართული და მტკიცე, მისი ჯოხი ხელში მაგრად უჭირავს. საუბრობდით გოგონას მომავალზე, გიორგი შეტრიალდა და გაღიმება სცადა. თამარ, როგორ ხარ? დიდი ხანია არ მინახი ხარ. კარგად ვარ, მადლობა. ნინო მომეხმარა, რადგანაც ეს ერთ-ერთი ისეთი დღეა, როდესაც ჩემი ფეხი ძალიან მტკივა, მან მზერა გადაიტანა ზურაბზე. ნინომ მითხრა, რომ სტუმარი გვყავს. ამ სტუმარს საინტერესო ინფორმაცია აქვს ჩვენი ოჯახის შესახებ. მე უბრალოდ გამოვხატავდი შეშფოთებას ჩვენი ბიძაშვილის კეთილდღეობის გამო, უპასუხა გიორგიმ, მისი ტონი სასიამოვნო და პროფესიონალური იყო. როგორც ადვოკატი, შემიძლია დავინახო პოტენციური სირთულეები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუ თქვენ გააგრძელებთ ამ გოგონას მეურვეობას ოფიციალური სტატუსის გარეშე. და როგორც ოჯახის წევრმა. როგორც ადამიანმა, კითხა თამარმა, ახლა მისი ხმა თითქმის დამცინავი იყო. როგორც ვხედავ, შენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, გიორგი ოდნავ ჩაახველა. მე მხოლოდ ვცდილობ დაგეხმაროთ, თამარ. საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში. თამარმა შეხედა ნინოს, რომელიც იდგა წყნარად და ამ სერიოზულ საუბარს აკვირდებოდა. ახლა წადი, ნინო. წადი და ჩვენთვის სადილი მოამზადე. ნინომ შეჩერების ერთი წამი ჰქონდა, თითქოს დარჩენას ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ თავი დაუქნია და გავიდა. როგორც კი ნინო წავიდა, თამარი გიორგისკენ შემოტრიალდა.
მე არ ვიცი, რა გაინტერესებს ამ ბავშვის ბედი, გიორგი. ჩვენ არ ყოფილვართ ახლო მეგობრები მრავალი წლის განმავლობაში. და ახლა, უეცრად ამ ქალაქის ჭორების საფუძველზე ჩვენს სახლში მოდიხარ და აპროტესტებ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ, როგორც ოჯახმა, მივიღეთ. მე მხოლოდ ვფიქრობ, რაც საუკეთესოა ყველასთვის, გიორგიმ უპასუხა, მისი ხმა ცოტათი დაძაბული. ოჰ, რა თქმა უნდა. შენ ყოველთვის ასე აკეთებ. სრუნავს ხვების კეთილდღეობაზე, თამარმა ნაბიჯი გადადგა მისკენ, მისი ჯოხი ჯიუტად კაკუნობდა იატაკზე. გითხრა სიმართლე, გიორგი. მე ვფიქრობ, რომ შენ ნერვიულობ, რომ შეცვლილი ანდერძი ზურაბს და ჩემს სიმდიდრეზე მემკვიდრეობის საკითხს შეცვლის. თამარ, ზურაბი ჩაერია, თვალები გაფართოებული ჰქონდა. არა, ზურაბ, ნება მომეცი გავაგრძელო. შენი ბიძაშვილი, ცნობილი ადვოკატი, საჯარო სახე, ნამდვილად არის შეშფოთებული იმით, რომ ჩვენ ვიყვანეთ ობოლი გოგონა. ფიქრობ, ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ მას ადარდებს რა მოუვა მის მემკვიდრეობას, თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ ეს ბავშვი იქნება ჩვენი შვილი, თამარი შეჩერდა. სინამდვილეში, ზურაბ, შენი ბიძაშვილი არის შეშფოთებული, რომ ჩვენ შეიძლება ბოლოს და ბოლოს გქონდეს ოჯახი. და ეს ნიშნავს, რომ ის აღარ დგას მემკვიდრეების პირველ რიგში, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგის სახე გახდა უემოციო, მიუხედავად იმისა, რომ მისი თვალები ცივად ელვარებდნენ. ეს არის სერიოზული ბრალდება, თამარ, თქვა მან ბოლოს, მისი ხმა წყნარად საშიში. და სრულიად უსაფუძვლო. მე ვარ ადვოკატი. მე მხოლოდ ვცდილობ დავრწმუნდე, რომ ყველაფერი კანონიერია, ზურაბმა ამოიოხრა და შუაში ჩადგა. ორივე შეჩერდით. გიორგი, თამარი ძალიან არის დაკავშირებული ნინოსთან და ამის პირობებში შენი შეშფოთება აღიქმება როგორც მუქარა. თამარ, გიორგი მართლაც წამოაყენა რამდენიმე კანონიერი საკითხი. ჩვენ გავამყარებთ ნინოს პოზიციას ჩვენს სახლში, კანონიერად და ოფიციალურად. მაგრამ ეს იქნება ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენი განრიგით, გიორგიმ აიკრიფა თავისი ნივთები. მე ვხედავ, რომ ჩემი რჩევები ახლა არ მიიღება. კარგი. მაგრამ გახსოვდეს, ბიძაშვილო, რომ ეს საკითხი არ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ასე გინდა, მან მზერა გადაიტანა თამარზე. მიუხედავად შენი აშკარა უნდობლობისა ჩემს მიმართ, თამარ, მე ჯერ კიდევ ვზრუნავ ამ ოჯახზე. და იმედი მაქვს, რომ თქვენი გადაწყვეტილებები გათვალისწინებს არა მხოლოდ თქვენს გრძნობებს, არამედ სამართლებრივ რეალობასაც, ამით ის მიესალმა მათ და გავიდა, დატოვა ოთახში დაძაბული სიჩუმე. როგორ გაბედე, ზურაბმა ჰკითხა, როგორც კი გიორგი წავიდა. როგორ გავბედე რა? გიორგის რეალური მიზნები გამოამზეურე, თამარმა მიუგო, ახლა თავისუფლად მოძრაობდა ოთახში. ზურაბ, შენ ზედმეტ ადენდობი ადამიანებს. გიორგის არასოდეს ვდომები ვართ კარგი. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. ამის მიუხედავად ის მართალია რაღაც საკითხებში. ჩვენ უნდა გავარკვიოთ ნინოს სამართლებრივი სტატუსი. ჩვენ ვერ დავტოვებთ ამას ვიღაცის ინტერპრეტაციისთვის, თამარი დაჯდა, უეცრად დაღლილი ჩანდა. და რა გვინდა, ზურაბ? რა გვინდა გავაკეთოთ ნინოსთან, ზურაბი ჩაფიქრდა. შენ რა გინდა? ნე. არ ვიცი, თამარმა პირველად გაიბრძოლა სიტყვებთან. როდესაც ის პირველად მოვიდა, მე მხოლოდ მისი წასვლა მინდოდა. ახლა ის გაჩუმდა, ის შემეზარდა. ვხედავ რაღაცას მასში. ნიჩს. მუყაითობას. რასაც შემეძლო მივსწრებოდი სხვა ცხოვრებაში, ზურაბი მის გვერდით დაჯდა და ხელი მხარზე დაადო. ის შენ მოგწონს, არა? დიახ, მე მომწონს ის, თამარმა აღიარა, თითქოს თავისთვისაც კი გასაკვირად. არ ვიცი როდის და როგორ მოხდა, მაგრამ დიახ, ის მომწონს. ის არის ისეთი, როგორც მინდოდა, რომ ჩვენი შვილი ყოფილიყო. ზურაბის თვალები გაფართოვდა, მაგრამ ის გაჩუმდა იგრძნო მომენტის სიმკიფე. ეს არის ის, რასაც გიორგი ვერ ხედავს, გააგრძელა თამარმა. ეს არ არის მხოლოდ საკითხი იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ამ გოგონისთვის. ეს საკითხია, თუ რას აკეთებს ის ჩვენთვის, მან გაიღიმა, მცირე, მაგრამ ნამდვილი ღიმილით. ის მახსენებს, რა მინდოდა ცხოვრებაში, როდესაც მისი ასაკის ვიყავი. როგორ ვოცნებობდი სიდიადისკენ, ზურაბმა ხელი მოჰკიდა. მაშ რას გავაკეთებთ, თამარმა ღრმად ამოისუნთქა. ფიქრობ, დრო ავკითხოთ ნინოს, რისი სურვილი აქვს, ის შეჩერდა. და შემდეგ ვნახოთ, თუ ვართ მზად ამ ნაბიჯისთვის. შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ მშობლები, ზურაბ. შევძლებთ ამას. მე მგონია, რომ უკვე ვართ, ზურაბმა ჩუმად უპასუხა და ხელი მაგრად მოუჭირა.
ამ მომენტში კარის გაღების ხმა მოესმათ და ნინომ შემოიხედა მისი სახე სიფრთხილით სავსე იყო. ყველაფერი კარგადაა? კითხა მან. ბატონი წავიდა. დიახ, ის წავიდა და ადასტურა ზურაბი. მოდი, ნინო. ჩვენ გვინდა შენთან სალაპარაკო. ნინო ნერვიულად იჯდა სასადილო ოთახში ზურაბისა და თამარის წინაშე. მას თავისი ხელები მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი, ზრდასრულების სერიოზული გამომეტყველების დანახვაზე გული უჩქარდებოდა. ნინო, დაიწყო ზურაბმა რბილად. თამარმა და მე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მაგრამ ამის გაკეთებამდე ჩვენ გვინდა ვიცოდეთ შენი აზრი. გოგონა ყურადღებით იყო, მისი თვალები გადადიოდა ერთი სახიდან მეორეზე. რა გადაწყვეტილება, ბატონო ზურაბ? შენი მომავლის შესახებ, ჩაერთო თამარი, მისი ხმა უჩვეულოდ რბილი იყო. შენ ჩვენთან ცხოვრობ უკვე თვენახევარი. ჩვენ ახლა უნდა გადავწყვიტოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ნინოს სახე დაიძაბა. თქვენ მე გამაგდებთ. არა, წამოიძახა ზურაბმა. არა, ნინო, ეს არ არის, რასაც ვგულისხმობთ. პირიქით ის ჩამოჯდა, რათა გოგონას თვალების დონეზე ყოფილიყო. ნინო, ჩვენ ვფიქრობთ. თამარი და მე. იქნებ გინდოდეს, რომ ჩვენთან დარჩე. მუდმივად, ნინომ ერთი წამით ჩაფიქრებული შეხედა. როგორც თქვენი მსახური, თამარს გაეცინა მოულოდნელი, ნამდვილი სიცილი. არა, შესულელო გოგო. როგორც ჩვენი შვილი, ნინოს თვალები გაფართოვდა შოკისა და იმედის ნაზავით. თქვენი შვილი, გაიმეორა მან, თითქოს სიტყვებს ცდიდა თავის პირში. დიახ, დაუდასტურა ზურაბი, ახლა ღიმილით. ჩვენ გთავაზობთ შენი შვილად აყვანას, ნინო. ოფიციალურად. სამართლებრივად. იმისთვის, რომ გახდე ნინო ბერიძე, გოგონა ერთხანს გაჩუმდა ემოციებით გადატვირთული. თქვენ ნამდვილად გინდათ მე? კითხა მან ბოლოს, მისი ხმა პატარა და დაუცველი ჟღერდა. თამარი წინ გადაიწია და ნინოს ხელი აიღო. დიახ, ჩვენ ნამდვილად გვინდა შენ. შენ ხარ სპეციალური, ნინო. შენ გაქვს ნიჭი და ძალა და გული. ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ, გახდე ყველაფერი, რაც შეგიძლია იყო. ნინოს თვალები ცრემლებით აივსო. მაგრამ რატომ? რატომ გინდათ ჩემნაირი გოგოს აყვანა? ზურაბი და თამარი ერთმანეთს შეხედეს, თითოეული ფიქრობდა ამ კითხვაზე. რადგან შენ შეცვალე ჩვენი ცხოვრება, უპასუხა ზურაბმა ბოლოს. შენ მოხვედი ჩვენთან, როგორც შემთხვევითობა, მაგრამ ახლა ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება შენს გარეშე. თამარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. შენ დაგვეხმარე, გვეპოვა რაღაც, რაც დაკარგული გვეგონა. იმედი. სიცოცხლე. შესაძლოა, ოჯახი. ნინო მათ უყურებდა, მისი სახე ახსავსე იყო გაურკვევლობითა და ემოციებით, რომელთა დასახელებაც ვერ შეძლო. და თუ ჩემი დედა ოდესმე დაბრუნდება? კითხა მან ჩუმად. ზურაბი და თამარი ისევ შეხედეს ერთმანეთს, ამჯერად ოდნავი დაძაბულობით. ეს შესაძლებლობა ძალიან მცირეა, ნინო, თქვა ზურაბმა ფრთხილად. მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ იმასთან გავუმკლავდებით, როდესაც მოხდება. ნინომ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებოდა. მე მინდა, თქვა მან საბოლოოდ. მინდა ვიყო თქვენი შვილი. თამარის და ზურაბის სახეების სიხარულით გაბრწყინდა. კარგი, თქვა ზურაბმა. ძალიან კარგი, ის წამოდგა. მე ვეტყვი ჩვენს ადვოკატს, რომ დაიწყოს პროცესი. ეს ნიშნავს, რომ უნდა გიწოდოთ მამა და დედა? იკითხა ნინომ ჯერ კიდევ ოდნავი გაურკვევლობით. თამარმა გაიღიმა. მხოლოდ თუ გსურს. ჩვენ შეგვიძლია ნელა ვიაროთ. ნინომ თავი დაუქნია, მის თვალებში მზარდი სითამამის ნიშნები ჩანდა. მე მგონი მომწონდება, ჩაილაპარაკა მან. იმ ღამით, როდესაც ნინო უკვე დაწოლილი იყო, ზურაბი და თამარი ტერასაზე ისხდნენ, ღამის ცის ქვეშ, ღვინის ჭიქებით ხელში. ჩვენ ვაკეთებთ სწორ რამეს, არა? იკითხა თამარმა ვარსკვლავებს მიაჩერდა. დიახ, ვაკეთებთ, დაუდასტურა ზურაბმა. და ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია, როგორც ოჯახისა, თამარმა ჭიქა აწია. მაშინ, ჩვენი ახალი ოჯახისთვის. ნინო ბერიძისთვის. ნინო ბერიძისთვის გაიმეორა ზურაბმა და ჭიქები შეაჯახეს. შემდეგი რამდენიმე დღე იყო დაგეგმვის, იმედის და მოლოდინის დღეები. ზურაბმა დაიწყო შვილად აყვანის პროცესი და ისინი სახლს ამზადებდნენ, რათა ნინოს მუდმივი ოთახი ჰქონოდა, არა უბრალოდ სტუმრის ოთახი, არამედ მისი საკუთარი ოთახი, მისი საჭიროებებისა და მოთხოვნილებებისთვის მორგებული. მაგრამ მეხუთე დღეს, როდესაც ზურაბი ოფისში იყო, თამარი მარტო იყო სახლში, როდესაც მოულოდნელმა სტუმარმა დაარეკა კარზე.
ქალბატონო ბერიძე მსახურმა თავი შემოხო ბიბლიოთეკაში, სადაც თამარი ნინოს ეხმარებოდა ბალეტის პოზების გავარჯიშებაში. სტუმარი გყავთ. ქალბატონი ანა აბაშიძე, ნინო გაშეშდა, მისი სახე გაფითრდა. ანა აბაშიძე, გაიმეორა თამარმა. ვინ არის ის? მსახურმა მხრები აიჩეჩა. ის ამბობს, რომ მას საქმე აქვს ნინოსთან. ნინომ თამარს სახე მიუბრუნა, მის თვალებში შიში იყო. მე ვიცი, ვინც არის ის, ჩაილაპარაკა მან. ვინ? ჰკითხა თამარმა, ნინოს რეაქციით დანერვიულებულმა. ჩემი დედა, თამარი გაშეშდა. შენი დედა. მაგრამ შენ თქვი. მე ვთქვი, რომ ის წავიდა, ნინომ თავი დახარა, ბებიამ თქვა, რომ ის არასოდეს დაბრუნდებოდა. თამარიც ამით უმოძრაოდ იდგა, შემდეგ თავი დაიჭირა და მსახურს მიუბრუნდა. გთხოვთ, სთხოვეთ ქალბატონ აბაშიძეს მოსალონში დაელოდოს. ჩვენ მალე შევუერთდებით, როგორც კი მსახური წავიდა, თამარი ჩაიმუხლა, რაც რთული იყო მისი ფეხის გამო და ნინოს ხელები აიღო. ნინო, მომისმინე. თუ ეს არის შენი დედა, შენ არაფრის გაკეთება არ გჭირდება, რასაც არ გსურს. ჩვენ შეგვიძლია სთხოვოთ, რომ წავიდეს, ნინომ თავი გააქნია. არა, მე მინდა მისი ნახვა, მან ღრმად ჩაისუნთქა. მე მინდა ვიცოდე, რატომ მიმატოვა, თამარი აწრიალდა, მაგრამ თავი დაუქნია. კარგი. მაგრამ მე შენთან ერთად ვიქნები, ისინი ერთად შევიდნენ მოსალონში. იქ დახვდათ ლამაზი, თხელი ქალი, დაახლოებით 30 წლის, რომლის სახე ისეთივე მშვიდი და სერიოზული იყო, როგორც ნინოსი. ქალი მათი შემოსვლისთანავე წამოდგა, მისი მზერა მიპყრობილი იყო პატარა გოგონაზე. ნინო, ჩაილაპარაკა მან, მისი ხმა ოდნავ ტრიალებდა. ღმერთო ჩემო, როგორ გაიზარდე, ნინო გაჩერდა თამარის გვერდით, მის სახეზე ემოციათა ნაზავი იყო. დედა, თქვა მან, სიტყვა უცნაურად ჟღერდა მის პირში. ქალმა თავი დაუქნია, მის თვალებში ცრემლები იდგა. დიახ, შვილო. მე ვარ, თამარი წინ გამოვიდა, დაიცვარა ნინო. ქალბატონო აბაშიძე, მე ვარ თამარ ბერიძე. ეს არის ჩემი სახლი და ნინო ცხოვრობს აქ, ჩემთან და ჩემს ქმართან, ანამ თამარს თავაზიანად დაუქნია თავი. სასიამოვნოა გაცნობა, ქალბატონო ბერიძე. მე მესმის, რომ ჩემი ვიზიტი მოულოდნელია. რბილად რომ ვთქვათ, თამარი დაეთანხმა. ნინო ამბობდა, რომ თქვენ მიატოვეთ, როდესაც ის პატარა იყო, ანამ შერცხვენით თავი დახარა. ეს სიმართლეა. მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, როდესაც ნინო დაიბადა. მხოლოდ 18 წლის. მისი მამა ომში დაიღუპა და მე შეშინებული ვიყავი. დაბნეული. ვერ ვხედავდი, როგორ შევძლებდი ბავშვის აღზრდას, ასე რომ მე ის ჩემს დედას დავუტოვე. ბებიას დაასწორა ნინომ, რომელიც აქამდე ჩუმად იყო. ის ყოველთვის იქ იყო ჩემთვის. დიახ, ის იყო, ანა დაეთანხმა, ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა. ის უკეთესი დედა იყო, ვიდრე მეოდეს მე ვიქნებოდი. მაშ რატომ ახლა? იკითხა თამარმა, ხმა ცივი და მტკიცე ჰქონდა. რატომ დაბრუნდი ახლა, ამდენი წლის შემდეგ? ანამ ღრმად ამოისუნთქა. ნინოს ბებია, ჩემი დედა, გარდაიცვალა 2 თვის წინ. მე არ ვიცოდი. მე ვცხოვრობდი სხვა ქალაქში, მქონდა ახალი ცხოვრება, ანა გაჩერდა, რათა ემოციები დაეოკებინა. მხოლოდ გასულ კვირას დაუბრუნდი. მე გავიგე, რაც მოხდა, გავიგე, რომ ნინოს არავინ დარჩა. მე დავიწყე ძებნა, მან თამარს შეხედა. მას ამბობენ ქალაქში, რომ თქვენ და თქვენი ქმარი აპირებთ ჩემი შვილის შვილადაყვანას. ეს სწორია, უპასუხა თამარმა, მისი ხმა ახლა საშიშად დაძაბული იყო. ნინო ახლა ჩვენი ოჯახის ნაწილია, ანამ თავი დაუქნია. ეს ძალიან კეთილია თქვენგან. მე ვიცი, რომ თქვენ გულუხვი ხართ. მაგრამ იგი ჩემი შვილია, ქალბატონო ბერიძე. მე ვიცი, რომ არავითარი უფლება არ მაქვს ვიყო მისი ცხოვრების ნაწილი, მას შემდეგ, რაც გავაკეთე. მაგრამ მე მინდა გამოვასწორო ჩემი შეცდომები, ნინომ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, მისი სახე უემოციო. რატომ მიმატოვე დედა? ანა მტკივნეულად შეხედა შვილს. მე შემეშინდა, ნინო. მე ვიყავი სულელი და შეშინებული ახალგაზრდა გოგო. არ ვიცოდი, როგორ ყოფილიყავი დედა. დედა შენის დედა, შენი ბებია, ის ძლიერი ქალი იყო. მას ეგონა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ის აგზრდიდა, სანამ მე გავიზრდებოდი. დავიზრდებოდი, ვისწავლიდი, როგორ მეცხოვრა. და შემდეგ ცხოვრება გართულდა. წლები გავიდა. სირცხვილმა დამძლია.
და რაც უფრო დიდხანს ვიყავი შორს, მით უფრო რთული იყო დაბრუნება. მაგრამ ახლა დაბრუნდი, თქვა ნინომ, ეს იყო უფრო განცხადება, ვიდრე კითხვა. ანამ თავი დაუქნია. დიახ. შენი ბებიის გარდაცვალების შემდეგ მე გავაცნობიერე, რამდენი რამ დავკარგე. რამდენი წელი. რამდენი მომენტი, იგი შეჩერდა. მე არ ველოდები, რომ შენ მომიტევებ, ნინო. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემიძლია შენს ცხოვრებაში ვიყო, თუ მხოლოდ შორიდან, თამარის იჩუმეში ამ გაცვლას აკვირდებოდა, მისი გული იკუმშებოდა. ის გრძნობდა ნინოს დაბნეულობას, გრძნობდა ანას სინანულს. და რაც ყველაზე მტკივნეულია, იგრძნო რაღაც სხვა, ღრმა, მოულოდნელი შიში, რომ ეს ქალი მოვიდოდა და წაიყვანდა ბავშვს, რომელიც ახლა თამარისთვის საკუთარი შვილივით იყო. ნინომ თამარს ახედა, მერე ისევ დედას. მე არ ვიცი რა ვთქვა, ჩაილაპარაკა მან ბოლოს. შენ დაბრუნდი, მაგრამ მე ახალი ცხოვრება მაქვს. ახალი ოჯახი, ანას სახეზე ტკივილი გამოისახა, მაგრამ მან თავი დაუქნია. მე მესმის. მე მხოლოდ მინდოდა შენი ნახვა. შენთვის თქმა, რომ მე ვნანობ. და შესაძლოა, თუ ოდესმე მზად იქნები. შეგვეძლება ვისაუბროთ, რაღაც შეიცვალა თამარის შიგნით, როდესაც დაინახა დედაშვილის შეხვედრა. ღრმა დამალული გრძნობა, რომელიც დიდი ხანია ჩამარხული ჰქონდა, ბრაზი მისი საკუთარი დაკარგული შესაძლებლობების მიმართ, დედობისთვის, რომელიც მას არასოდეს ექნებოდა. მაგრამ აქ მის წინაშე იყო ქალი, რომელსაც ჰქონდა ეს შესაძლებლობა და უარი თქვა მასზე. ქალი, რომელმაც თავისი შვილი დატოვა, ისევე როგორც თამარი იძულებული იყო, მიეტოვებინა საკუთარი ოცნებები. ქალბატონო აბაშიძე, თამარმა წარმოთქვა, მისი ხმა გაუცნობიერებლად უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე განზრახული ჰქონდა. მე არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ ჩვენ ნინოს ვთავაზობთ სტაბილურ სახლს, განათლებას, შესაძლებლობებს, რომლებიც შესაძლოა თქვენ ვერ უზრუნველყოთ, ანამ ოდნავ გაიღიმა, წარე ღიმილით. თქვენ არ ხართ უხეში, ქალბატონო ბერიძე. თქვენ მართალი ხართ. მე არ შემიძლია ნინოს ისეთი ცხოვრება შევთავაზო, როგორიც თქვენ შეგიძლიათ. მე მუშაობას ვიწყებ ბაკალეის მაღაზიაში, მცირე ბინაში ვცხოვრობ, ის პირდაპირ შეხედა თამარს. მაგრამ ის ჩემი შვილია. და მე მას ვუყვარვარ, თუნდაც უნდა ვისწავლო, როგორ თამარმა ნელა ამოისუნთქა, ცდილობდა, რომ მისი ემოციები არ გამოემჟღავნებინა. მე მესმის. მაგრამ ნინომ უკვე გადაწყვიტა, რომ მას სურს იყოს ჩვენი შვილი. ჩვენ მას არავის წავართმევთ. კი, მაგრამ თქვენ უკვე წაართვით, თქვა ანამ ჩუმად. ხომ ასეა. თქვენ აპირებთ მას თქვენი გვარი მისცეთ. აპირებთ ჩემი შვილი თქვენსა და აქციოთ, ატმოსფერო ოთახში უეცრად დაძაბული გახდა, სუსტი ელექტრობით დამუხტული, რაც ცუდ ამინდს მოასწავებს. ნინო მერყეობდა ორ ქალს შორის, მისი თვალები ფართოდ გახელილი და შეშინებული. არჩევანი ნინოსია, თამარმა ბოლოს უპასუხა. მას რთული არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მაგრამ რა არჩევანსაც არ გააკეთებს, ჩვენ მის გვერდით ვიქნებით, ანა წამოდგა, მტკიცეთ, მაგრამ ღირსეულად. მე არ მოვსულ ვარ აქ ბრძოლისთვის, ქალბატონო ბერიძე. მე მოვედი, რომ ჩემს შვილს შევხვედროდი. გთხოვთ, თუ შეიძლება ნება მომეცით გავესაუბრო ნინოს. მარტო? მხოლოდ ერთი წუთით თამარი ყოყმანობდა, ნინოს ახედა. გოგონამ თავი დაუქნია. კარგი, თქვა თამარმა ბოლოს. მე სამზარეულოში ვიქნები. ნინო, დამიძახე, თუ გჭირდები, თამარი გავიდა ოთახიდან, მაგრამ მისი ფიქრები ქარიშხალივით ბრუნავდა. რას ეუბნებოდა ეს ქალი ნინოს? როგორ შეეძლო მოეთხოვა შვილად აყვანის შეწყვეტა, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში თავისი შვილი მიატოვა? სამზარეულოში თამარი ნერვიულად დადიოდა, ძლივს ამჩნევდა მსახურების ცნობის მოყვარე მზერას. 10 წუთის შემდეგ ნინო ჩუმად შემოვიდა, მისი სახე განცკაცლილი, მაგრამ 7. წავიდა, კითხა თამარმა. ნინომ თავი დაუქნია. დიახ. მაგრამ უნდა რომ კვირაში ერთხელ ნახოს. ის ამბობს, რომ ბინა აიღო ახლოს, ნინო გაჩერდა. ის ამბობს, რომ სურს ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, თუ ეს შესაძლებელია. და შენ? შენ ეს გინდა? იკითხა თამარმა, ცდილობდა მისი ხმა არ მირღვეულიყო. ნინომ სიღრმისეული ამოუხრა გამოსცა, რაც არ შეეფერებოდა მის წლებს. არ ვიცი. ის გამოიყურება. განსხვავებული ვიდრე წარმოვიდგინე. უფრო სევდიანი. მან ბოდიში მოიხადა. ბევრჯერ ის შეჩერდა. მან თქვა, რომ აღარასოდეს მიმატოვებს.
მაგრამ ის ამასაც ამბობს, რომ თუ მე მსურს ვიყო ბერიძე, თქვენი შვილი, ის პატივს სცემს ჩემს არჩევანს. თამარმა ნელა ამოისუნთქა. და შენ რა გინდა, ნინო? შენ რა არჩევანს გააკეთებდი? გოგონამ შეხედა თამარს, მის თვალებში იყო სიყვარული და დაბნეულობა ისეთი ღრმა თანხვედრით, რომ თამარი შეცბა. მე მინდა შენი და ბატონი ზურაბის შვილი ვიყო, თქვა ნინომ ბოლოს. მინდა ვიყო ბერიძე. მაგრამ ის გაჩუნდა, მაგრამ ასევე გინდა გაიცნო შენი დედა, დაასრულა თამარმა. ნინომ თავი დაუქნია, სწრემლები თვალებში მოაწვა. ეს ცუდია, თამარმა გოგონამ კლავებში ჩაიხუტა, ოდნავ ებრძოდა საკუთარ წრემლებს. არა, ნინო. ეს არ არის ცუდი. ეს ბუნებრივია, მან შეისუნთქა გოგონას თმის სურნელი. შენ შეგიძლია ორივე გქონდეს. შეგიძლია იყო ჩვენი შვილი და მაინც გაიცნო შენი დედა, ნინომ გაიღიმა, თვალები წრემლებით სავსე ჰქონდა. ნამდვილად. როგორ იგრძნობთ თქვენ და ბატონი ზურაბი? თამარმა წუთით ჩაფიქრებით შეხედა ნინოს, თვითონ გაოცებული იყო პასუხით, რომელიც პირზე მოადგა. ჩვენ ვიგრძნობთ. ჩვენ ვიქნებით ბედნიერები იმისთვის, რაც შენ ბედნიერს გაგხდის, თქვა მან ბოლოს და იცოდა, რომ ეს მართალი იყო, როდესაც ზურაბი იმ საღამოს სახლში დაბრუნდა. თამარმა ყველაფერი უამბო ანა აბაშიძის მოულოდნელი ვიზიტის შესახებ. ზურაბი გაოცებული იყო, მაგრამ გაუგებარი მშვიდობა ამ ჟღავნა სიტუაციის მიმართ, რაც თამარს აკვირვებდა. შენ გაბრაზებული არ ხარ? კითხა თამარმა, როდესაც ისინი თავიანთი საძინებლის განმარტოებაში ისხდნენ. ის გამოჩნდა ასე მოულოდნელად და ითხოვს ნინოსთან კონტაქტს. ჩვენმა გეგმებმა შეიძლება შეიცვალოს, ზურაბმა თავი გადააქნია. ნინოს ბიოლოგიური დედის გამოჩენა მტკივნეულია, დიახ. მაგრამ ეს ასევე შესაძლებლობაა. შესაძლებლობა, თამარმა ჰკითხა, თვალები გაფართოებული. როგორ? თამარ, ჩვენ გვსურდა ოჯახი. ჩვენ გვსურდა ნინო იყოს ჩვენი შვილი. ეს არ შეცვლილა, ზურაბმა ფრთხილად აიღო ცოლის ხელი. მაგრამ ნინო ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ სურს იყოს ჩვენი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი დედა დაბრუნდა. არა, თამარმა თავი დაუქნია. დიახ, მაგრამ მაშ ეს ნიშნავს, რომ იგი გვირჩევს ჩვენ. მან ეს არჩევანი გააკეთა. ეს სურს მას, არავინმეს ზეწოლით, ზურაბმა გაიღიმა, თან თუ ანასნება დავრთეთ იყოს ნაწილი ნინოს ცხოვრებაში, ეს შეიძლება ნინოსთვის საუკეთესო იყოს. იგი არ დაკარგავს კავშირს თავის ფესვებთან და ჩვენ მაინც ვიქნებით მისი ოჯახი, მისი მშობლები. თამარი ჩაფიქრდა ამაზე, მისი სახე მერყეობდა ეჩვისა და იმედის ზღვარზე. შენ ფიქრობ, რომ შევძლებთ ასეთი ოჯახის მშენებლობას? ოჯახი, რომელსაც ორი დედა ჰყავს, ზურაბმა ჩაიცინა. რატომ არა? ჩვენ უკვე ჩვენი წესებით ვცხოვრობთ. ვამტკიცებ, რომ ოჯახი არის ის, რასაც შენ აკეთებ და არა რასაც სხვები ამბობენ. მან მისი სახე ხელში დაიჭირა. გახსოვდეს, ანა არ ებრძვის შვილად აყვანას. ის არ ითხოვს, რომ ნინო მასთან წავიდეს. ის მხოლოდ ითხოვს კონტაქტს. ეს კარგი ნიშანია, არა? თამარმა ნელა თავი დაუქნია, მიუხედავად იმისა, რომ მის თვალებში ჯერ კიდევ ეჩვი იყო. შესაძლოა მართალი ხარ. მაგრამ ჩვენ ძალიან ვიზრუნეთ ნინოზე. მე არ მინდა მას რაიმე ავნოს. ეს არის სწორედ ის, რაც მშობლობაა, თქვა ზურაბმა რბილად. სრუნვა, დაცვა და ნება იმისა, რომ ბავშვმა მიიღოს ის, რაც მას სჭირდება. ზოგჯერ ეს ნიშნავს სირთულეებთან გამკლავებას, ზოგჯერ კომპრომისის პოვნას. ჩვენ ვასწავლით მას ყველაფერს, რაც შეგვიძლია და შემდეგ ვენდობით, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს. წრემლი ჩამოუგორდა თამარს ლოყაზე. შენ იქნები შესანიშნავი მამა, ზურაბ. ყოველთვის იყავი. მაგრამ მე ვიქნები კარგი დედა? სიმართლე ითქვას, მე ვშიშობდი, რომ ნინო წავა, როგორც კი მისი დედა დაბრუნდება. რომ ის მარტივად დამტოვებდა ცხოვრებიდან, ისევე როგორც ცეკვამ დამტოვა. ზურაბმა თამარი მკლავებში ჩაიხუტა. შენ უკვე ხარ შესანიშნავი დედა. შენ გიყვარს ნინო და ის გიყვარს შენ. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია. დანარჩენი ჩვენ გავაკეთებთ ერთად. მეორე დღეს ნინომ გაბედა და ზურაბს და თამარს კითხა, თუ ანას ვახშამზე დაპატიჟება შეიძლებოდა. ეს კარგი იდეაა, დაეთანხმა ზურაბი, სანამ თამარს შეეძლო რამის თქმა. ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთად ვისაუბროთ, როგორც მოზრდილებმა. ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს იმუშაოს ყველასთვის, განსაკუთრებით შენთვის. ვახშმის დროს თამარმა გაუძლო უცნაურ ემოციებს, რასაც გრძნობდა ნინოს ბიოლოგიური დედის მის სახლში ყოფნით. ანა თავაზიანი და მორიდებული იყო, ნინოსთან რბილად საუბრობდა და ზურაბთან და თამართან პატივისცემით.
შუა სადილზე ანამ განსაკუთრებული განცხადება გააკეთა. მე ვიცი, რომ თქვენ აპირებთ ნინოს შვილად აყვანას, თქვა მან ფრთხილად. მე გნდა იცოდეთ, რომ ამას მხარს ვუჭერ. მე არ ვეძებ კონტროლს ან უფლებებს. მე მხოლოდ იმედი მაქვს, რომ შემიძლია ნინოს ვიცნობდე, თუ ეს მას სურს, ანა შეჩერდა. და მინდა რომ ვიყო თქვენთვისაც რესურსი ვიდრე პრობლემა. თამარმა ნინოს შეხედა, რომელიც მაგიდაზე ჩუმად იჯდა მის თვალებში იმედის ნაპერწ კალიენტო. და ამ მომენტში თამარში რაღაც შეიცვალა. წლები, რომლებიც გაატარა ცხოვრებაზე მწუხარებაში, ბრაზში, ყველაფერზე, რაც მას დაკარგული ჰქონდა. ყველაფერზე, რაც მას ვერ ექნებოდა. მაგრამ აქ მის წინ იყო შანსი, რომ მას ჰქონოდა რაღაც მეტი, რაღაც განსხვავებული. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება, თქვა თამარმა, აკვირდებოდა, რა ბედნიერებას იწვევდა მისი სიტყვები ნინოს სახეზე. ნინოს შეუძლია ჰქონდეს ორივე, ოჯახი ჩვენთან და კავშირი შენთან. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რათა ეს ასე იყოს. ზურაბმა და ნინომ სიხარულით შეხედეს თამარს და ანამ თავი მადლიერებით დახარა. შემდეგი თვეების განმავლობაში ბერიძეების ოჯახი თანდათანობით ჩამოყალიბდა ახალ რიტმში. შვილად აყვანის პროცესი ოფიციალურად დასრულდა და ნინო ბერიძე მათი იურიდიული შვილი გახდა. ანა კვირაში ერთხელ მოდიოდა ნინოს სანახავად, ზოგჯერ ისინი ერთად სადილობდნენ, ზოგჯერ ანა ნინოს ქალაქში გასეირნებაზე წაიყვანდა. თანდათან ანა და თამარი მოერგნენ ერთმანეთს, ორივე მზად იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის. გიორგი ბერიძე, ზურაბის ბიძაშვილი, იძულებული იყო მიეღო რეალობა. ის შეწყვიტა შვილად აყვანის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანამაც თავისი თანხმობა განაცხადა და ხელი მოაწერა ყველა საჭირო დოკუმენტს. ის ჯერ კიდევ იმედოვნებს მემკვიდრეობას, გაიხუმრა ზურაბმა თამართან ერთ საღამოს, როდესაც ისინი განიხილავდნენ გიორგის უეცარ მხარდაჭერას. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. თავარია, რომ ყველაფერი რიგზეა, ნინო აყვავდა მის ახალ ცხოვრებაში. მან დაიწყო მოწინავე სკოლაში სიარული, სადაც გამოჩენილ მოსწავლედ გამოვლინდა. მის თავისუფალ დროს ის აგრძელებდა ბალეტის შესწავლას თამარის ხელმძღვანელობით, მისი ბუნებრივი ნიჭი და მოყაითობა შთამბეჭდავი იყო. ერთ საღამოს, როდესაც თამარი მის ცეკვას უყურებდა, ნინომ რთული მოძრაობაში ასრულა, ტექნიკური მოძრაობა, რომელზეც ისინი კვირების განმავლობაში მუშაობდნენ. როდესაც ნინომ მას გამართულად შეასრულა, მისი სახე გაბრწყინდა ისეთი სიხარულით, რომ თამარს სუნთქვა შეეკრა. ეს იყო შესანიშნავი უთხრა ნინოს, რომელმაც გამარჯვებულად შეკივლა და თამარს ჩაეხუტა. ამ მომენტში თამარმა იცოდა, რომ ეს გოგონა არა მარტო შეცვლიდა ნინოს ცხოვრებას, არამედ მისას და ზურაბისასაც. ნინომ მათი სახლი ოჯახად აქცია. მან შეავსო სიცარიელე, რომელიც თამარს ტკივილით სავსე ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში. დროთა განმავლობაში თამარი ასევე იპოვა ახალი მიზანი. მან სხვა ნიჭიერი ბავშვების სწავლება დაიწყო, მათ შორის მოწყვლადი ოჯახებიდან. ის იპოვა სიხარული ცეკვის სხვებისთვის გადაცემაში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეიძლება არასოდეს ჰქონოდათ ასეთი შესაძლებლობა. მისი სტუდია გახდა თავშესაფარი მრავალი ბავშვისთვის, ისევე როგორც მისი სახლი გახდა თავშესაფარი ნინოსთვის. ერთ საღამოს თამარი, ზურაბი, ნინო და ანა ერთად ისხდნენ სასტუმრო ოთახში. ანა უყვებოდა ნინოს მისი ოჯახის ისტორიებს, გადასცემდა მემკვიდრეობას, რომელიც თითქმის დაკარგული იყო. ზურაბი ჩუმად იჯდა, ტკბებოდა თავისი ოჯახის ხედვით, ხოლო თამარი ყურადღებით უსმენდა ცნობის მოყვარედ ახალი ნათესავის შესახებ, ვისი სისხლიც მის ქალიშვილს ჰქონდა. ანამ ხელი გაიწოდა და მოხუჭუჭა ნინოს თმა, ჟესტი, რომელიც ოდესღაც თამარში ეჩვიანობას გამოიწვევდა, მაგრამ ახლა მხოლოდ სითბოს ანიჭებდა. რადგან ის იცოდა, რომ ნინოსთვის საკმარისი ადგილი იყო ორივეს სიყვარულისთვის და არ არსებობს ერთი სწორი გზა ოჯახის შესაქმნელად. ეს მსგავსება საიდან მოდის, კითხა ანამ მიუთითა ნინოს ცეკვის ნიჭზე. ჩვენს ოჯახში არც ერთი მოცეკვავე არ ყოფილა, რამდენადაც მე ვიცი, თამარმა გაიგიმა. შესაძლოა ზოგიერთი რამ უბრალოდ სულში არის ჩაწერილი, თქვა მან. ზოგიერთი რამ ისწავლება და ზოგიერთი რამ უბრალოდ ბედისწერაა. ბედისწერა. გაიმეორა ანამ, ოდნავ შეჩერდა, შეიძლება მართალი ხარ. შეიძლება ბედისწერა იყო ჩვენი ამ სახით შეხვედრა, მათი საუბარი მშვიდად გაგრძელდა 4 ადამიანი, რომელიც მოულოდნელი ვარსკვლავების წყობით ოჯახად შეიკრა. გარეთ ქალაქში სიცოცხლე ჩვეულ რიტმში მიედინებოდა. ხალხი მოდიოდა და მიდიოდა, ახალი ისტორიები იქმნებოდა ყოველ დღე. მაგრამ ბერიძეების სახლში ისტორია, რომელიც დაიწყო პატარა დაკარგული გოგონათი ბაღში, გაგრძელდა ოჯახის ცხოვრების ახალი თავის სახით, რომელიც მათ ყველაზე მოულოდნელი გზებით იპოვეს.